სალამი ყველას მოგესალმებით. გუშინ ნახეთ არა ვქენი. ამას არ აქვს მაღალი კალორიები ახლა, მაგრამ ნახეთ სულ შევჭამე და შევაცახლებულ და სიმონო არ მიტირია არაფერი. ანუ მარილიანი, თან ეს არის კაცოდათი მარილიანი, ხო, კარგად მარილიანი და ნაკლად გავიგე. გავიგე თავად შეშეკება. აი ესე. ეს ყავა მინდა ეხა. ეს ყავა მინდა. ის არ მინდა, სადღაც რატომ? ეს გამო. მეც შემოვიწეა. ეს სერიალი TikTok-ზე ნაადრევი ფრინველი თუ რა ვილეჯენდება რა ნეფტაშკარი უსულად და მონის კეთილდა წამოგვენ ზიგრასი სულელი აღმე თუ აი ესეთი ლამაზი კადრები შემხვდა TikTok-ზე ისე მომეწონა და აი ეს არ მიყვარს თურქულ სერიალებში რაღაცა გაწელი უაზრო თავარი პერსონაჟი შტერი აი ისეთი დონის რომ რა ვიცი ცხოვრებაში ადამიანი ეგეთი დებილი ვერ იქნება გოგოზე ვიცავ აი რომ რა ვიცი რაღაც საშინელებებს აკეთებს და თან იმიტომ აკეთებს რომ ვითომ ვერ ხდება რა საშინელებებს აკეთებს ყვართ სხვადასხვა თურქულ სერიალებში ეგეთი პერსონაჟები თავმთავარ როლებში შევა მაკარონი მიდაო წყალს უხარშო მეძინებოდა სიმართლე ვგითხართ მაგრამ ადგა და პირდაპირ აქეთ წამოვიდა მეცავდექი აურალამაზი დილა ბგრძნობ 11 მარტი მერტოჩემი და დოქტორ წყალი აჩქარა გადის ახლა გოხდებით თუ რა ჩქარა გადის დრო გუშინ შევჭამე წითელი, აი ეს ყვითელი, აი ეს ახლა მაინტერესებს ეს თეთრი რისია რისი გემოებით არის არაწერილი ეს რისი გემოთია. ეს რისი გემოთი იქნება. ანანასი. მგონი ანანასია. ძალიან გამისურდა იმედი. კაი სასიყვარულო სერიალი მეგონა ვიპოვე და
რაღაც სიცულელე შემორჩა ხალხი. Eva მიყვარს. მოდივარ. აი, ჩაი დავიდგე. უყარა მე ხანი გავიდა. მას მე რაც ეს ბლოგი დავიწყე და არაფერს არ გადამიღია. ესე იგი ხალხო თქვენ იცით რომ ამ სხვა რამეზე მე ლაპარაკი გამახსენდა რაღაცა. ესე იგი ერთი ქალია. რატო არ უწევ რეკომენდაციას არავის ჩემს არხზე. ერთი ქალია. რომელმაც სიბინძურები დამიწერა YouTube-ზეც. სიბინძურები დამიწერა TikTok-ზეც. ხანი რო გამოხდა, მე დამიწერა TikTok-ზე. კი ვიყიდოთ. და ოდესღაც როცა ამ ქალმა თავის არხი გააკეთა, დიდი ხნის წინ მე სრულიად უსასყიდლოდ იმის გამო რომ დავხმარებოდი ჩემს არხზე მას რეკომენდაცია გაუწია. თუმცა როგორ არის იცით? მამა სამსახურშია და იცით როგორ არის რეალურად შენი მაყურებელი? შეიძლება სადმე მიმართო, მაგრამ თუ ადამიანი არ მოეწონათ, კი მე უნდა წავიდეთ, ამაც არის საუბარი. თუ ადამიანი არ მოეწონათ, მივლენ ერთხელ ნახავენ და წამოვლენ უკან. და მე მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა. ძალიან ბევრი სიბინძურე და ტალახი მიიღია პასუხად, კარგის პასუხად. მე ძალიან მიამიტი ადამიანი ვარ და ძალიან ბევრჯერ მქონია ეს რაღაცა, რომ აი ადამიანებს ისე ვუჯერებდი და ისე ვენდობოდი, როგორც მე ვარ. და ვერ წარმომედგინა, რომ ესე უმიზნო სიძულვილი შეიძლება ადამიანს გულში ჰქონდეს. და მაიან გამომდინარე, ძალიან ბევრი სიბინძურე შემხვდა ცხოვრებაში. იმიტომ რომ ყველა ისეთი როგორც არის და არა ისეთი როგორც შენ, არამედ ისეთი როგორც თვითონ არის. და რა ვიცი, ეს ქალი კონკრეტულად ეს ადამიანი არის. ალბათ დედა ჩემის ხნის არის. და არც ხვენია. თუმცა მე სხვა დედა ჩემის ხელა ქალიც ვნახე, რომელიც რო ვიპოვე მისი არხი ძალიან მომეწონა. და მინდოდა რომ დამეწერა კარგი კომენტარი. და რომ გავხსენი კომენტარების ველი და დავიწყე წერა. ზუსტად ამ დროს ჩემზე ჩამოვარდა საუბარი ვიდეოში. ინძურად, ბოროტულად. ვინი, როგორ დაჯექიდე? აი კი არაფერი. კი არაფერი ხო, მაგრამ რავი. ოი, კვეთია. ისეთი იყო როცა ადამიანები ადამიანი წლების განმავლობაში
თავს ისე მანახობდნენ როგორც უნდა თომე და მენახა, იმიტომ რომ ჩემგანის მიიღოთ რა ცუდად. ძალიან ბევრი რაღაცა იყო. თან ეხლა აქ ჩემს სახეს ვაჩენ. ისეთ როგორც ვარ და ადამიანები მიცნობენ. ძალიან გულსატკენია ეგ. და კიდევ უფრო გულსატკენია ხა ეგეთი ადამიანები ცხვრის ტყავს ირგებენ და კარგი ადამიანის ნიღაბი აქვს ცხოვრებაში მორიდებული. მე მაგალითად თავი ჩემი შვილის ხელა გოგოს ქალს ადამიანს რომელსაც დედა აკოლია. ვერასოდეს, აი ვერ მომიბრუნდება ენა და აზრი, შეიძლება არ ვთქვა და გავიფიქრო. აზრი ვერ მომიბრუნდება, რომ რაღაცა ცუდი იმაზე გავიფიქრო. არა თუ თქვა. და განსაკუთრებით კიდე მაშინ, როცა კიდე გამიმეორებ, რომ წლების წინ მე ამ ადამიანს რეკომენდაცია გავუწია. ანუ შენზე შეიძლება დაჰაიგდეს ვიღაცა ერთჯერადად. მაგრამ ნაგავზე მოსული სოკო ყავს და აგავზე მოსულ სოკოდ რჩება. ის ზემოთ ვერ მიდის. თავის ჭაობშია. და მე გარ მეხება. ამიტომ არავის რეკომენდაციას არ უწევ. არც არავის საუბრებს არ ვისმენ ჩემზე. არც ანუ ნაგავს არ ვნახულობ, არ ვკითხულობ, არ ვუყურებ. იმიტომ რომ გათმინდა. ანუ ცხოვრება სავსეა. სავსეა სიხარული, სავსეა ტკივილით. ძალიან რთული პერიოდი მქონდა ეხლა. მე სულ ვიზრდები, სულ ვიცლები და სულ მაგადაფასების პერიოდი. და ეხლა მქონდა ერთ-ერთი უდიდესი რაც აქამდე მქონია. აუცილებლად ეს შუახნის კრიზისი იყო თუ რა იყო არ ვიცი. იყო კი არა და ჯერ კიდე არის. ანუ ეს როგორ აიცი? ამ დროს ხდება შენი გადატეხა, გარდატეხა. ეს არის ძალიან მტკივნეული. და პლუს როცა ამას ემატება რომ შენი ამ დროს თავსი შენი გაქცევის სურვილი, რომელიც ყოველთვის გქონდა და გზა რომელსაც ყოველთვის გარბოდი და როცა ვერ უმკლავდები მაგზას მიმართავ და როცა მაგზას მიმართავ მე თავს კიდე იდანაშაულებ რომ ნუ რატო და მე ხედავ შედეგსაც რომელიც არ მოგწონს და კიდე უფრო ბრაზდები ხა იმიტომ დავიწყე თუ არა რეალურად 54 კილო ვიყავი ოქტომბერში და ეხლა 47.5 ვარ და ამიტომ დავიწყე თუ არა ისევ ჩამოვიდე ამ 54-ზე და მე ვნახოთ, ანუ რეალურად ეხლა შემთხვევით ძალიან მომწონს, ანუ სარკეშები ხედები, ეხლა როგორც გამოვიყურებ, ძალიან მომწონს. აი, დავით. შვენიერი ვარ. არ ვარ ზედმეტი არაფერი არ ვარ, გლამაზი ვარ, მომწონს. მაგრამ რაღაცნაირად ის ჩაბეჭდილი მაქვს, რომ ის 50 მინდა და შეიძლება 50-ზე 100 ჩავიდე ვნახოთ. შეიძლება 54-ზე გავჩერდე, ან 52-ზე, არ ვიცი, მოკლედ, არ ვიცი, გეგმა ეგეთი არ მაქვს კონკრეტული, ანუ იქ შევხედავ სარკეში ჩემ თავს. და როგორიც იქნება, რომ ვიფიქრებ, რომ ეხლა ეს არის ჩემი აი ასეთი, მან გავჩერდე. ჯანმრთელობისთვის ეხლა 54-დან, 55-დან 50-მდე ჩემთვის ესეთია. და თან რატო არ მინდა რომ აი ეს წონა დავრჩე? ანუ 57 კილო არ მინდა რომ ვიყო, იმიტომ რომ თუ კი ისევ მექნება მომენტი რომ მოვიმატებ 64 კილოს. არ მინდა რომ 63-ზე ავიდე, იმიტომ ჩემთვის ეგ არ არის უკვე კომფორტული წონა. ანუ მინდა რომ თუ მოვიმატებ ამ წონაზე ამოვიდე და არა ამის ზემოთ ხო ხდება. ხო, მაგათ მაგას თავი გავანებოთ და აი ძალიან სერიოზული გადაფასებები მქონდა აი ძალიან ბევრ რაღაცაში რა და ზუსტად ამ პერიოდში აღმოვაჩინე კიდე ჩემი ADHD და ანუ ისეთი დეპრესია მქონდა როგორც რა ვიცი მე არასდროს არ მქონია და ეს ADHD რო არ აღმოგვეჩინა და მისი პრეპარატის დალევა რო არ დამეწყო მე არ ვიცი საერთოდ როგორ ვიქნებოდი არ ძალიან მიშველა რეალურად ძალიან დამეხმარა ხო და
ანუ როცა ეს გარდატეხა ხდება, იმას ვამოვიდი, რომ შეიძლება ძალიან მტკივნეული. და არ ხდება ეს ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ თვეში, ორ თვეში, ეს არის ხანგრძლივი. და მერე რო გადაწყდები, ცოტათი ხო რჩები, ბოლომდე არ წყდები რა, რაღაცა რჩება ბაზა. და მერე აქ ხდება შეხორცება. გარდატეხის ადგილას. და როცა ეს ხორცდება, შენ ხარ უფრო დიდი და უფრო ძლიერი, ანუ გამოთქმა რო არის, ხო იცით, რაც არ გკლავს გვაძლიერებსო. თუ არ მოგკლა, გაგაძლიერებს. ხო და ეხლა მე ვგრძნობ, როგორ მთავრდება ჩემი ეს ხანა გარდატეხის. და როგორ დაიწყება ახალი, ეს არის ხოლმე ნახეთ როგორი შავ და თეთრ იმას რო ვეძახით ხოლმე ბალასა, ანუ რა ქვია ხაზი, ზოლი ხაზი. რა ვიცი რაც კიდე დაარქვით. პერიოდი, ანუ ნახეთ როგორ რაღაც არის. ყოველთვის მოყვება ერთ მეორე. ნახე, როცა ეხლა გარდატეხა მოხდა და გაიზარდე. ცხოვრება წინ გახვედრებს, იმ გამოცდებს, რომელსაც უნდა შეეჭიდო გაზრდილი. და როცა აი ამ ყველაფერს გაივლი, კიდე დადგება დრო, რომ კიდე უფრო დიდი გარდა, ანუ რეალურად რაც უფრო იზრდები, ყოველი შემდგომი გარდატეხა არის უფრო რთული, უფრო დიდი. ანუ შენ იღებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შენ იღებ არა ჩაბადები, შენ იღებ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ანუ გადაგიფასდება ბევრი შეხედულებები, ბევრი აზრები. იქენ გამომდინარე შენი ბაზა რა არის სულში, იქენ გამომდინარე რა ნახე ცხოვრებისგან, ადამიანებისგან და აი შენ ბაზას ემატება ეს და მე ზუსტად ამ მხრივ ვითარდები. ზოგი პირიქით იკეტება, ტყდება და კვდება, ანუ ცოცხალია, მაგრამ მკვდარია. ანუ მოსიავნე, ცარიელი ადამიანია რა. იმიტომ რომ მოკლეს, იმიტომ განადგურეს. და ზოგი მე თვით განადგურების გზაზე მიდის, ეს არის როცა გარბი ხარ, თვით განადგურების გზა, ეს არის გაქცევა. როცა არ იკლავ თავს ასე ერთ დღეში, ან ასე, მაგრამ თავს იკლავ დროში და გარბი ხარ. მე მახასიათებს ეგ სხვა შორის. და მაგას სულ ვუმკლავდები და აი ვუსმენდი იმ დღეს ერთი დამოკიდებული ადამიანის საუბარს და ანუ ყველა დამოკიდებული ადამიანი ერთნაირად არის დამოკიდებული. ყველა როგორ იყო? ბედნიერი ოჯახი ის რო იწყებს ტოლსტოი აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს, მოკლედ ყველა აღარ მახსოვს ანაკაირეს დასაწყის სირცხვილი. ყველა დამოკიდებული გავს ერთმანეთს. როგორიც არ უნდა დამოკიდებულება იყოს. ანუ შეიძლება ეს არ იყოს ნარკოტიკი და რამე ნივთიერება, მაგრამ იყოს საკვები. არ აქვს მნიშვნელოვანი თამაში. სქემა ერთია. შენ გარბი ხარ. შენში ეს ცხოვრობს და შენ ამას უნდა გავუკლავდე. იმიტომ რომ შენ ყველაფერს გრძნობ უფრო ღრმად ვიდრე სხვები და ამ ტკივილს როგორღაც უნდა გაუძლო. და შემოწინა იცის ეს გზა. აი ამ გზით უნდა გავუძლო. ხო და მე ხა ის პერიოდი გავიარე, ნახეთ რა რთული პერიოდი გავიარე, რომ თან ამ ჩემს დამოკიდებულებას დავუდექი, ანუ თან მქონდა ძალიან დეპრესია, ისეთი რომ აი სიცოცხლე რო არ გინდა. და თან ვცდილობდი არ გავქცეულიყავი იმ თავშესაფარში, რომელიც ყოველთვის მშველოდა, მაგრამ რომელიც ჯამში შველა არასდროს იყო. ხთებით? და აი ახლა ეგ ხანა მთავრდება და როცა მორჩება საბოლოოდ ეგ ხანა მე გეტყვით ყველაფერს, ყველა დასკვნას, რაც მაქედან გამოვიტანე. ყველა ეტაპსაც მანდ გამოვიარე. და ერთი რაც დღეს ჩემში ვიგრძენ და რაც გადავწყვიტე ეს არის, რომ უნდა დავტკბე. ცხოვრებით უნდა დავტკბე. ანჯუითაც, ტკივილიცათაც უნდა დავტკბე. ცხოვრებით და იმ ყველა ემოციის სპექტრი, რაც უზენაესმა მე მიბოძა, ამ ყველაფრით დავტკბე. დახმარების გარეშე.
გაღუჩების გარეშე. უნდა გავატარო ჩემში. და ეს იცით რა არის? ეს არის როცა ერთი ნინი ისე იცვლის ტყავს როგორც გველი და ხდება მეორე ნინი. არა, არ ყვდება. 5% რჩება. ბაზა, როგორც წეგან. მაგრამ დანარჩენი კვდება და იბადება ახალი. და ეს ისეთი მტკივნეულია და ისიც არ გამოვლია, ისე ვერ გაიგებს რაზე საუბრობ. და რაც უფრო იზრდები და ხმავდები, ეს თურმე უფრო შენთან ერთად იზრდება და ხმავდება. და როგორც შენ ძლიერდები, ისე ძლიერდება ის. ანუ შენ უნდა იცოდე, რომ მისი გაძლება შეგიძლია, იმიტომ რომ ის ისეთი სიძლიერისაა, როგორც შენ, როგორც გაძლება შენ შეგიძლია. აი წარმომიდგენია იმ ადამიანებს, ვისაც ეს არ გამოვლია, რა სისულელეს საუბრობ, იმიტომ რომ ვერასდროს გაიგებენ. ანუ საერთოდ არაფერში იყო ის ქალი, სიბინძურები, რომელმაც დამწერა. კარგ ადამიანად რომ მოაქვს თავი. უბრალოდ რატო ვახსენე იცით? ეხლა TikTok-ზე შევედი და იქ მის კომენტარში შეხვდა რომელიც დამწერა და ანუ ეს ყველაფერი, ეს სიყალბე, ეს მანჭვა გრეხვა და ეს სიბინძურე რომელიც ხორბაში ხდება, როცა შენ სუფთა სული გაქვს. და როცა ხედავ როგორ ხარავ სამ ქვეყნად. ეს მანჭვა გრეხვა და სიბინძურე. ეს არის ძალიან დიდი საცდური, რომ გზიდან გადაგაგდოს. და მე ყოველ ჯერზე ვაცნობიერებ. რა უბედურება. არა ის როგორ ჭამ, როგორ სვავ, როგორი ხარ, როგორ აჩვენებ, ესთეტიური ხარ თუ არა. არამედ რა უბედურება. როცა ყალბი, ბოროტი, ცარიელი ადგილი ხარ. და რა უბედურება, როცა ყალბი, ბოროტი, ცარიელი ადგილები იმ ადამიანებს, ვისაც ღრმად გრძნობენ, აყენებენ ისეთ ჭრილობას, რომელსაც შეიძლება იმ ადამიანმა ვერ გაუწ. ყველა არა ისეთ ძლიერი როგორც მე ძალიან ძლიერი. მე ისეთები გამოვიარე ბავშვობაში. და ჩემი სიკვდილით, მამა ჩემის ამბით, ეს წუთი აბა შეუში ძალი შესვლა უნდა. რაც ვიზდებოდა შემდეგ ხო ყველაფერი, ანუ მე ხა ვიღაცა ბინძური. ნი ვიბიცნო, როგორც იყვენ, ანუ ვერ მომცელავს. მაგრამ ვისაც ასეთი ცხოვრება არ ცხოვრება როგორც მე და ვიცი ძლიერი არ არის როგორც მე, ის შეიძლება მოკლან. ანუ ადამიანი შეიძლება იყოს ცოცხალი და შეიძლება მოკლან. აი ამ ფარისეველმა, ცარიელმა, არარაობებმა. და ამ დროს შენ ნახე ყველაზე მთავარი რა არის? აი ამას ხედავ, ამას გრძნობ, ეს იცი და შენ ამას წინ არ უნდა აღვდგე. შენ არ უნდა დაიცვა არავინ. შენ არ უნდა დაიცვა საკუთარი თავი. ანუ საკუთარი თავი სიტყვით უნდა დაიცვა, მაგრამ იმას ვიძახი, რომ აი ამ ბოროტების პასუხის გამცემი მოსამართლე შენ არ უნდა იყო. იმიტომ რომ აი ამ ბოროტების მოსამართლე ღმერთია. და შენ არ უნდა ჩადგე ამ ბოროტებას და ღმერთს შორის. თუნება ძალიან დიდია და თუ შენ მან ჩადგები, შენ თავს კარგავ. და არის. ესა? ეს არაფერი კედელია. კედელი? ხო, ჭი არ არის, კედელია. ანუ შენ უბრალოდ უნდა დაინახო ეს, იგრძნო, გაცნობიერო, შეგებრალოს. ის ვინც ესეთი ცარიელი არარაობაა, ფარისეველი, რომელიც ყველაზე ძალიან არ უყვარდა იესოს, ფარისეველი, რომელიც ყველაზე მეტი ამ ქვეყანაზე. და ამავდროულად არაფერი არ გააკეთო. დაინახო ის ადამიანები, ვისაც ესეთები სულს უკლავენ, უბრალოდ ხელი გაუწოდო, არ შეებრძოლო ბოროტებას. და მარტო ეს კი არა, აი მსოფლიო დონეზე რაც ხდება.
ყველაფერი იხსნო, ყველა ტკივილი, ყველა უბედურება, ყველა შიმშილი, ყველა დანაკლისი, ყველა უსამართლობა. აი სული სიქმემდე ამან დაგჭრას და შენ ადგე ფეხზე. მაინც შენ თავი, მაინც სუფთა, მაინც მიამიტი, რომელსაც მილიონჯერ გიღალატეს. და კიდევ ენდო, კიდევ გიყვარდეს, კიდევ გააღოგულს. იმიტომ კი არა რომ სულელი ხარ. იმიტომ რომ ჭეშმარიტი ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ. არასდროს დაკარგო შენ თავი. იმიტომ რომ თუ დაკარგე, მოგკლეს. Game over. ეს ყოფილი ისეთი რთულია და ისეთი მშვენიერია. როგორც თვითონ სამყარო, როგორც თვითონ ცხოვრება და როგორც ყველაფერი. ბოროტსას ძალიან კეთილმან არსება მისი გრძელია. აი ეს არის. შენ იმისთვის რომ ბოროტებას აჯობო, სიკეთეთ უნდა დარჩი. და სიკეთეთ მასე რჩები, როცა არ ებრძვი. არამედ იღებ. და შენ ეს არ გცვლის. მიყვარხართ ვინც გაიგეთ.